მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო თუ რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივი კვლავ პირდაპირ ეთერშია, სტუდია ნომერი 8 გვასპინძლობთ ამ მომენტისათვის და დღეს თქვენთვის ეთერში ვიმუშავებთ ბატონი ოთარ ჭიტანავა და მე თქვენი მონამორჩილი ირმა ცხორაგავლი. მოგესალმებით ბატონო ოთარ, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და მობრძანდით ჩვენთან ეთერში. ბატონო ოთარ, გუშინ მქონდა მე ეთერი სწორედ ამ სტუდიიდან, მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველასი ერთად ჩამოთვლა ძალიან რთული იყო. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაროთ ის თემები, იმიტომ რომ თქვენი აზრით ძალიან მაინტერესებს, მე გუშინ კი ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი, მაგრამ თქვენი აზრით ძალიან მაინტერესებს. იცით თქვენ რომ ახალი წლიდან მოკლედ ხელისუფლებამ თქვა რომ მეო ხელფასიო არ მყოფნისო, მე იმდენად კარგად ვემსახურებით ჩემ ხალხსო, რომ მე ვიმსახურებო, რომ მათ მიერ შევსებული ბიუჯეტიდანო გავიზარდო ხელფასი კიდევ 1400 ლარიდან 1600 ლარამდეო. ანუ ის რაც ჰქონდათ კიდევ 1400-დან 1600-მდე გამომდინარე იმ კოეფიციენტიდან, რომელ კოეფიციენტსაც შეესაბამებიან. ახლა ვიცი ჩვენ რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე არის შეფასებული 10%-ით, რიგითი დეპუტატი არის 8.5%-ით და ასე შემდეგ. აი ამ კოეფიციენტების მიხედვით მოკლედ გამოვიდა რომ იქ მოსამართლეებს, მოკლედ საჯარო მოხელეებს და ამისათვის ძალიან დიდი თანხა, მილიარდობით თანხა გამოიყო მათი ხელფასებისთვის. აი როგორ ფიქრობთ და თან პარალელურად ხელისუფლება გვეუბნება რომ საარსებო მინიმუმი 250 ლარი უნდა გქონდეთ. 255 იყო დაანონსებული, მაგრამ გითხრას რომ არაო, შეგვეშალა 250 ლარიო. აი თან იმას გვეუბნებიან რომ ხელფასის პროდუქტებზე ფასებიო ძალიან მომატებულიო. აი რაღაცა უკიდურესად დიდ გაურკვევლობაში ვართ აღმოჩენილები. თან ერთის მხრივ გვეუბნება იმას რომ ფასებმა მოიმატა და თან კიდევ გვეუბნება რომ სამომხმარებლო კალათამ იკლო. აი რანაირად ხდება ეს ამბავი? რატომ ამ სამომხმარებლო კალათას რატომ არ ზრდის? როგორ ფიქრობთ თქვენ? რეალურად ხომ იცის ხელფასი ზრდის იმიტომ რომ კითხო რატო იზრდი ხელფას? იმიტომ რომ ყველაფერზე ფასებია მომატებულიო, პასუხს დაგვიბრუნებენ. თუმცა არ ვიცი მე ამ ხელფასები მაგათთვის არაფერი არ არის, ყველაფრის შესაძლებლობა აქვს და ყველაფრის ხელმისაწვდომობა აქვს, მაგრამ ჩვენ გვეუბნება რომ თქვენ 250 ლარი გეყოფათო და რატომ არ ზრდის იმ სამომხმარებლო კალათს? ხომ იცის რომ რეალურად ფასები მომატებულია? მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, მართლაც ძალიან ესეთი რთული და მძიმე თემა არის ეს ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან ეს ტვირთი პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას აწვევათ, რომ ამათ კეთილდღეობას და სიკეთეს რაღაც ნამცეცი რო არ უნდა მოაკლდეს, პირველ რიგში ეს ზრუნავენ საკუთარ ხალხზე, საკუთარ გარემოცვაზე, ჩინოვნიკებზე, რომლის ხელფასებმა უკვე 10.000 დიდი ხანია გადააჭარბეს. ჩვენ წლის დასაწყისში მოვისმინეთ მთავრობის ხელმძღვანელისგან განცხადება, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა და ის არის მეორე ადგილზე მსოფლიოში, ჩვენ თურმე ეკონომიკური ზრდის ტემპებით უკვე ვართ მსოფლიოში მეორე ადგილზე და ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი სულ სხვა მონაცემებს გვეუბნება. თუ ჩვენ მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ეკონომიკის ზრდის მიხედვით, შარშან 550.000 სოციალურად დაუცველიდან წელს გაზრდილია 720.000 სოციალურად დაუცველამდე. თუ იზრდება ეკონომიკა, თუ კლებულობს სიღარიბე, რატოა ამდენი სოციალურად დაუცველი და რატო მატულობს ეს წლიდან წლამდე ეს მონაცემები? ეს 700.000 ის რასაც სტატისტიკა გვეუბნება და მეორე 700.000 ცდილობს როგორმე ამ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდეს. პრაქტიკულად ქვეყნის ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე, თანამემამულე, ყოველი მესამე არის სოციალურად დაუცველი და ყოველი მეხუთე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. არ ვიცი რას ეყრდნობიან, როცა რა საერთაშორისო რეიტინგებს ათვალიერებს ეს ხალხი, რომ გვითხრას მაინც, ხო, რომ სად ნახულობს ამ მონაცემებს, რომ ჩვენ თურმე მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ. რაც შეეხება ფასებს მართლაც, ეხლა შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს თითქოს ინტენსიურად, ბოლოს ხდომა ერთი
ხდომა ბოლოს ჩატარდა გუშინ. შეხვდა კომისიის წევრებს. გასაკვირია კომისიაში რატო არა წარმოდგენილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც პასუხისგებელია ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე და ფასების სტაბილურობაზე ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციურადაც გაწერილი და ორგანული კანონით, რომელიც ამ თემას არეგულირებს. არ მესმის იქაც რაღაც ეთქობა პრობლემა აქვს უკვე ამ ქალბატონთან. არის იქ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც იქ კომისიაში კი არ უნდა იჯდეს, უკვე გასაგდები უნდა იყოს სამსახურიდან, იმიტომ რომ ეს აქამდე მიიყვანეს საქმე, იმიტომ რომ სააგენტო წლობით მუშაობს, ჩვენ კარგად ვაკვირდებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს სააგენტო ყველაფრით არის დაკავებული, გარდა იმისა, რომ როგორმე ფასებს არეგულირებდეს და რაღაც ზომებს ღებულობდეს და წინადადებებით მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომ აქ მართლაც რეალური პრობლემებია და ამისთვის ცვლილებებია საჭირო. სულ სხვა რაღაცეებით არიან სამწუხაროდ დაკავებულები. ეხლა ხელისუფლებას უკვირს, რომ როგორ შეიძლება ეს თურმე ბიზნესი აშავებს მე-14 წლის თავზე გაიგო ამ ხალხმა, რომ ბიზნესი აშავებს. ეს ის ბიზნესია, ჩემო ძვირფასებო, რომლებიც ყოველი საარჩევნო ციკლის დროს ჩნდებიან ამ პოლიტიკურ არენაზე და აფინანსებენ სწორედ ამ საარჩევნო მარათონს, რა თქმა უნდა, მართულ პარტიას. ეხლა მე არ გამიგია, რომ რომელიმე ქსელის მეპატრონემ გაბედა და რაღაც ოპოზიციური პარტია დააფინანსა. არიან კი ბატონო, აი მაგალითად კოკა-კოლა აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობას. ხო, არის ესეთი გამონაკლისები, არიან ესე პორტირებული ბიზნესმენები, მაგალითად არსებობს ესეთი დეილი ჯგუფი, რომელმაც შეისყიდა სპარი, მაგნიტი, იოლი, გვირილა, ზედაზენი და რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი ნაციონალის არჩილ გეგენავა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურად უჭერს უკვე ამათ მხარს. პრაქტიკულად საქართველოს ბაზრის სადღაც 35-40% სწორედ აი ამ დეილი ჯგუფს უჭირავს და ეხა ფასებსაც თვითონ აწესებენ, ხო, რა უკვირთ არ მესმის, ჩვენ სხვა გზა არ აქვს, ხო, მაინც აი ამ რაც ჩამოვთვალე ამ სუპერმარკეტებში უნდა მივიდეთ. ანუ ადამიანთა ჯგუფი არსებობს აი ამ ბიზნეს გარემოში, რომლებიც თვითონ აწესებენ ფასი, იმიტომ რომ ყველა ირგვლივ სუპერმარკეტები თითქმის შეისყიდეს. ეხლა რა დარჩა, კარფური ისიც ამბობენ, რომ ივანიშვილის არისო. ყველა ეს მსხვილი ქსელური რაც არის ეს მარკეტები არის სწორედ დაკავშირებული ამ ხელისუფლებასთან და სწორედ მათ უკან ქართული ოცნება დგას. ეხლა ეს რა დასამალია, ხო და თვითონაც არ უარყოფენ ამას. აი ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ მსოფლიოში თურმე ყველაზე პირველები ვართ, ისე სწრაფად მივდივართ ამ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მეორე ადგილზე ვარ. მეორე, ბოდიში, მეორე. მე უცებ დავწინაურდი პირველზე წარმოვიდგინე თავი იმდენად კარგად არის საქმე ქვეყანაში. სხვათა შორის ბატონო ოთარ, დაგავიწყდათ პრემიერ-მინისტრის აღიარება, როდესაც ეს არაბული კომპანია შემოყავდა და თავს იმართლებდა ეს ინვესტიციო ჩვენთვისო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროპაშიო ყველაზე ბოლო ადგილზე ვართო ეკონომიკური ზრდის და განვითარების თვალსაზრისითო. ამით იმართლა თავი კობახიძემ, ერთადერთი მაშინ იყო, როდესაც მან რეალურად აღიარა ის სურათი, რა სურათიც არის დღეს ქვეყანაში, მაგრამ იცით მე რას ვფიქრობ, რატომ არ გვიზდიან ჩვენ ამ სამომხმარებლო კალათას? ეხლა ეს სამომხმარებლო კალათა რომ გაზარდონ და თქვან რომ აი სამომხმარებლო მინიმუმი არის თქვათ 1000 ლარი. თქვენ ხვდებით რომ იმ სამომხმარებლო მინიმუმის ქვევით რამდენი ადამიანი აღმოჩნდება, ანუ სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის სიღარიბის გამსაზღვრელი მონაცემი. ეს არის მონაცემი, რომლის მიხედვითაც სიღარიბე განისაზღვრება, სოციალურად დაუცველობა განისაზღვრება პენსიები, თუმცა მათი ხელფასები აქედან არ განისაზღვრება, იმიტომ რომ მათი ხელფასი, მაგალითად დეპუტატის ხელფასი 48-ჯერ მეტია, ვიდრე თქვათ ჩვეულებრივი პენსიონერის პენსია. მე 360 ევროპაში მხოლოდ 4-ჯერ და 5-ჯერ მეტია ევროპელი დეპუტატის ხელფასი, აი ნახეთ ეხლა, აი რომ მოიმატეს ეს ხელფასები 1400 ლარიდან 1600 ლარამდე რომ მოიმატეს, ხომ მთლიანად აღმოჩნდა რომ ეს არის
117,000 მოხელეს შეეხო, 117,000 და ამიტომ მათ 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც როსაც თქვენ ქმნით, მე ვქმნი და ჩვენნაირი ადამიანები ქმნიან და ვისაც აი ასე უმუშევრად გვამყოფებენ, 3.4 მილიარდი ლარი არის მათი ხელფასი. ანუ 117,000 მოხელის ხელფასი არის 3.4 მილიარდი. მაშინ როდესაც მინდა გითხრათ, რომ 2012 წლისთვის 13 წლის განმავლობაში როგორი ესეთი დამთხვევაა თქვენ ხედავთ როგორი რომ 41% არის გაზრდილი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო 13 წლის განმავლობაში. ანუ რაც 41 ნომერი ხელისუფლებაა მოსული, ზუსტად 41%-ით უკვე გაიზარდა ეს შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. 2012 წელს იყო 501,445 ადამიანი, სოციალურად დაუცველი და 2025 წლისთვის უკვე 708,717 ადამიანი, ანუ 41%-ით მეტი ვიდრე აი ამ 12 წლის კი ბატონო 347,000-ზე მეტი მოქალაქე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა. თქვენ გესმით 347,000. 19 წლამდე ასაკის ადამიანი 278,640 ადამიანი, ანუ ყოველი მესამე ბავშვი მოზარდი შიმშილობს, ყოველი მესამე 227,600 შრომის უნარიანი ადამიანი უმუშევარია. აი დავაჯამოთ ახლა ეს ციფრები. თითქმის 50,000-ზე მეტი ახალგაზრდა არც სწავლობს და არც დასაქმებულია და 1,5 მილიონი არის ემიგრაციაში. კარგი, ეს ემიგრაცია რომ გამოვაკლოთ. აი ეს რომ დავაჯამოთ, დაახლოებით ის 2 მილიონია და არანაირი 3 მილიონი საქართველოში აღარ არის, დაახლოებით ის 2 მილიონი გამოგვდის უკვე ფაქტიურად, ანუ სრული სიღარიბია ყველგან. წინა წელს 13,043 სიმსივნით ახალი დიაგნოზი დაისვა და რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და ვერ აკრულებენ ამას, ვერ იგებენ ამას, საიდან მოდის ეს ყველაფერი. 89 დეპუტატიდან 33 მილიონერია, გესმით თქვენ? არა, 47. აჰა, მით უმეტეს, მე ეს მონაცემები მქონდა 47, უკეთესი, ესე იგი 89-დან 9 მილიონერია. წელს გამოქვეყნდა ახალი მონაცემები. 14 მინისტრიდან 7 მილიონერია. და ეს მინდა გითხრათ, რომ ეს ის მილიონერებია, რომლებიც აი იმ კომისიაში არიან, რაზედაც ახლა თქვენ საუბრობთ, ანუ მილიონერი მინისტრები ახლა იძიებენ აი ეს კომისია შექმნას ფასები როგორ დაარეგულირონ მათი სტანდარტებით. და ნუ აი დეპუტატის ხელფასის ყველაზე მინიმალური ყოველგვარი პრემიის, დანამატის, იქ კომისიის წევრობის, იქ ფრაქციის წევრობის და ასე შემდეგ 12,800 ლარი. აი მარტო მშრალი დეპუტატი რომ იყო უმაქნისი, მაგრამ ვიცით რომ ყველა სადღაც არის კიდევ ჩართული. და დახმარება, დევნილთა დახმარება არის 45 ლარი. აი რამხელა შეუსაბამობაში ვართ, უდიპლომო პრეზიდენტი იღებს 16,000 ლარს. და თვლიან რომ ეს საჭიროა 16,000 ლარი აქვს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, იგივე პარლამენტის თავმჯდომარეს. და ამ დროს მოხუცებულთა პენსია 20 ლარით გაიზარდა. და თვითონ 1600 ლარით გაიზარდეს ყოველთვიური შემოსავალი. აი რანაირად ხდება ეს რომ აი ვხედავთ ჩვენ რომ მათი ხელფასები იზრდება რის ფონზე? იზრდება იმის ფონზე რომ ჩვენი სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება. ნარკო და მოთამაშე და დამოკიდებული ადამიანების რიცხვი იზრდება. უმუშევრობის რიცხვი იზრდება. ემიგრანტთა რიცხვი იზრდება. მოშიმშილე ბავშვთა რიცხვი იზრდება და იზრდება ამათი ხელფასები. რანაირად ეს შეიძლება ეს რომელიმე ქვეყანაში ხდება? აი ასეთ აი რაღაცა სასწაულია, იცით? დგანა ესეთი რთულია ახლა, ვიცით რა, პენსიონერები ძალიან გაბრაზებულები არიან და ამბობენ რომ ისო ჩვენო რომ მოვითხოვეთო პენსიების ზრდა, გვითხრესო რის ხარჯზეო. აი როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო პენსიონერებისთვის პენსიის მომატება რეალურად? რა თქმა უნდა, იყო შესაძლებელი, სწორედ აი ამ ადმინისტრაციული და ამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე, როგორმე უნდა ემყოფინათ საქართველოს პარლამენტის წევრებს ის 6,000
ლარი, რომელიც ჰქონდათ გასულ წელს და რომელიც გაიორმაგეს ახლა. და სხვა მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც ხარჯავს ამ მივლინებებში, მანქანებში, საწვავში რაღაც უამრავ გაუთვალისწინებელი ხარჯებია, რომლის შემცირება, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა იმას, რომ გამონთავისუფლდებოდა ის ფინანსური საშუალება, რომელიც მოგცემდა იმის საშუალებას, რომ პენსია გაგვეზარდა არა 20 ლარით, ან 45 ლარით ასაკობრივი სხვაობის მიხედვით გაზარდეს. არამედ 100 და 200 ლარით, რასაც ელოდა ჩვენი პენსიონერები, რასაც ელოდნენ ვეტერანები, მაგრამ არაფერი არ მოუმატეს. ზარია შემოვიყვანოთ. კი ბატონო, საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. საღამომშვიდობის. მოგესალმებით. მოგესალმებით. ეხლა ბევრი სალაპარაკო საერთოდ და დრო სარწაგართ, არც სხვა მაყურებელს. დიახ. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ფასების კონტროლი და ფასების დაწევა ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მორიგი ტყუილია, რომელიც ერთი თეთრი არ დაიაფება არაფერს არ დააკდება. ეგენი ვთქვათ, მაიმუნზე რა მოკლედ არაფერი. ატყუებენ მთელ საქართველოს. მორიგი ტყუილია. ვთქვა, ვინც არიან ახლა მთავრობაში. უკმად ბევრი სამჭამელი გაუმაძღარი ღორია. ეს თქვა დავით გუამიშვილმა და ბევრი ასეთი გამოთქმებია. გაუმაძღარი ღორია უკმად ბევრი სამჭამელი, ეს არის დავით გუამიშვილის ხელაისის ქართველი პოეტი და კარგი ადამიანი. აი ესეთი ამბებია. მადლობა. ეხლა ბატონოთარ ნახეთ ზარი შემოვიდა და ბატონმა ბრძანა რომ ვერაფერზეო ფასიცო ვერ დაიკლებს. ეხლა მე არა ვარ ეკონომისტი განათლებით, თუმცა დიდი ჭკუა იმას არ ჭირდება, რომ ბიზნესის რეკეტით ეს რეკეტია ეს კომისია, სხვა კი არაფერი არ არის. ამ კომისიაში გამოსაძიებლად ის კი არა რომ რეალურად რაღაც მარეგულირებელი კომისია ყოფილიყო, ეროვნულ ბანკს თავის დროზე ემუშავა ისე რაც სამუშაო ქონდა მას. პირდაპირ დაიწყეს გამოძიება. ანუ ნაბიჯიც არ იქნა გადადგმული მანამდე იმისათვის რომ ფასები დარეგულირებულიყო. ყოველთვის ჩვენ ხელისუფლება გვეუბნებოდა რომ იცით რა ესო კერძო ბიზნესიო და ჩვენო ვერ ჩავერევით ამაშიო. და ეხლა გადაწყვიტეს რომ უნდა ჩაერიონ, თანაც აი ასეთი რეკეტის სახით უნდა ჩაერიონ. ეხლა როდესაც მდინარაძეა უკვე ამ საქმეში ჩართული, ეს იმას ნიშნავს რომ პირდაპირ გამოძიებაზე გადავიდნენ და კი ბატონო ზარი ეხლავე შემოგიყვანდა. თან ნახეთ გამოვიდა ახალი ამბავი რომ თუ კი ამ კომისიაზე ბიზნესმენები არ გამოცხადდებიან როგორც წულუკიანის კომისიაზე, შესაძლებელია მათ პასუხისმგებლობა დააკისროთ. ანუ სად მივდივართ ვისაუბროთ ამ თემაზე, ჯერ ზარი შემოვიყვანოთ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. აი გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, საღამომშვიდობის. მე გაწუხებ გორიდან, გორის რაიონიდან. ვარ მოხუცი, 84 წლის. ფაბრიკაში კომბინატი, ქონდა დიდი კომბინატი გაერთიანება და 40 წელი ერთ ადგილზე მივუშავე. ერთ ადგილზე. 40 წელი და ვეტერან პროგრამის რაც ინტერნეტი ეს არის და უთხარი მეცოდნა და რასი გამოვიყენო ხალბატონებს ხალბატონებს კიოში რომ ხალხო ცელავა პენსიაზე მაშინ იქნებიო პენსიაზე არა სამაცხარაონი ვარ და გაფასოდარული ხალხ ის ულტიმატუმი მაქსილო ხალხი ოპერაცია მეგაკეთებული მეორე სიმწირდა და ამალი ხოსტრუქიზება ყოველი ეს სამასლოვი და პოსტარაბა ეს ვისწრია რასაკეთებო სინგისმეულს გადააწყდა იგივე ხალხია ბოლოსაბულის სექტამე შეგტამე სუალესთან საკეთებელია იდრეის თავმაკეთე გასაგებია მადლობა ქალბატონო მადლობა ბატონოთერ ნახეთ 40 წელი ქალბატონი სახელმწიფოს ემსახურა ეს მარტო ერთი სამსახური ხო არ იქნებოდა კიდევ მანამდე იქნებოდა სამსახური ეს ავარავდოთ უკვე ბოლო 40 წელი იქ იმუშავა
ანუ მან ხომ თავისი შრომა და თავისი ჯანმრთელობა აუცილებლად ჩადო სახელმწიფოსთვის შრომაში და დღეს რამდენად გესმით აი დაგიფასდებაო ერთ ადგილზე რომ მუშაობ მოვაო დრო და დაგიფასდებაო ანუ დამსახურების მიხედვით რომ უნდა იყოს პენსიები საუბრობს ქალბატონი რომ დამსახურების მიხედვით სტაჟის მიხედვით არაფრის გათვალისწინებით არ ხდება ახლა როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც არ მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე და არ უმუშავია იგივე პენსია აქვს ვიდრე აი ამ ქალბატონს რომელმაც 40 წელი თქვენ ხვდებით ერთ ადგილზე რომ იმუშაო ადამიანმა როგორი ძლიერი სპეციალისტი უნდა იყო როგორი მაგარი კვალიფიკაცია უნდა ქონდეს რომ ერთ საწარმოში 40 წელი გაჩერებენ ეს უბრალო და ხუმრობითი ამბავი არ არის ფაქტიურად მთელი ცხოვრება იმ საწარმოს შესწირა ქალბატონმა ხო და მე როგორი მძიმე სამსახური ქონია იქ მეფრინველების ფაბრიკა ქონდა და იქ მუშაობდი როგორი მტვერი და რა უბედურება ხო აი აუცილებლად აი როგორ ფიქრობთ ყველას ერთნაირი პენსია უნდა ქონდეს არ უნდა იყოს არაფერი გათვალისწინებული ჩვენ სულ ამას ვამბობთ პენსია არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები და ეს ყოველად შესაძლებელია ნუ არ ვიცი ხა როცა სახელმწიფო ასე ხუმრობის ხასიათზეა რომ 250 ლარი არის ეს საარსებო მინიმუმი 55 იყო და შეგვეშალაო 5 ლარიო. შეგვეშალაო. ნუ ხა რა უნდა ველაპარაკოთ, ხო? ასეთ ადამიანებს, რომლებიც უნდა ვთქვათ, ღია და პატიოსთან, რომ ყველა პროდუქტზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე თვითონ ხელისუფლება აძვირებს, ფაქტია. ის 18% ჩვენი დაწესებული კი არ არის, ხელისუფლების დაწესებულია. აი, მაგ 18%-ზე სახელმწიფო თავად აძვირებს იმ პროდუქციას, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მარკეტებში ვყიდულობთ. მაგ 18%-ზე კი. შემოვიყვანოთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. ალო. საღამო მშვიდობის. იცით რა, ეს ხელისუფლება და ისინი ვის თათავრობაშია. მილიონერები არიან და დიდრები არიან ყოფა. ერთი პრემიერ-მინისტრი, მეორე პრემიერ-მინისტრი, უშიშროების მინისტრი. ისინი ვეძებენ უბრალო ხალხის გაჭირვებას. გაიარეთ რეგიონებში. Ja, plus alabdo რეგიონებში გაიარეს. გაჭირვება ხალხში. ნამდვილად. და მე უნდა მას მიმართო რომ ცოტა გამოვხიზე. სალამ ეს ხალხი არ ავარდებლა. ავარდება ეს ხალხი რა. გასაგები. აგეს მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თან ეს ამ კომისიაშიც ეს უშიშროების მინისტრის რა შუაში არ მესმის. ხო, თურნავა არ არის. დაუბრუნდით საბჭოთა კავშირში როგორც როცა იყო OBХS-ი და მსგავს რაღაცა. აი ზუსტად აი ამას კი. არ ვიცი, არის იქ სხვა ადამიანები, უშიშროებას თავის მიმართულება აქვს და მაგაზე უნდა მუშაობდეს. გარე საფრთხეები იმდენი გვაქვს ქვეყანაში, რომ რა ვიცი ხა, მოყოლა რომ დავიწყოთ. დღევანდელი საღამო არ გვეყოფა ნამდვილად. და აქ ეკონომიკური ბლოკი უნდა მუშაობდეს, ხოლო ეკონომიკური ბლოკი უნდა ესაუბრებოდეს ამ ქსელების მეპატრონეებს და ძალიან არ ჭირდება ამას. ეხლა გუშინ სლომაზე გითხეს, რომ აპრილისთვის რაღაც შეიძლება დაიწყოს პროცესი ამ ფასების, იმიტომ რომ ბევრი სამუშაო აქვს კომისიას. ნუ რა თუნდა ამას? საჭიროა უბრალო რამ? საჭიროა ფიქსირებული ფასნამატის დაწესება, როგორც მაგალითად თურქეთშია. საწვავზე, იქ მედიკამენტებზე, სურსათზე 10%-ზე მეც დაადებთ და მოგიწევს საერთოდ ამ ბაზრიდან გასვლა. ეს არის ერთი პირობა, რომელიც უნდა უთხრას სახელმწიფომ ამ მარკეტების და ამ სააფთიაქო ქსელების მეპატრონეებს და ნახავთ, რომ 3 თვე კი არ დაჭირდება, ერთ კვირაში შეიძლება ფასები დარეგულირდეს. ზარია კლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, ისაუბრეთ. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ირმა და ბატონო ოთა. საღამო მშვიდობისა. ეხლა მართლა არ მიდოდა დარეკვა, მაგრამ დავრეკე, აი მართლა არ ვაპირებდი. მე მინდა იქ ქალბატონს გამოვეხმაურო, აი მაპატიეთ რა, უცლებად უნდა გამოვეხმაურო. რომ ჩვენ მეო ამდენი წელი ვიმუშავეო და მეტი პენსია მეკუთვნისო. მე მინდა უპასუხო იმ ქალბატონო. მე 26 წლის ქალი გოგო ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა. ორ პატარა ცირე წლოვან შვილს ვზრდიდი. სამსახურები ერთად არ იყო. და მე დღეს პენსიონერი ვარ. რახანა არ ვიმუშავე, მე არ მეკუთვნის ღირსეული პენსია, როგორც ათაკოვანი. თქვენი სარდომით რატო ზომავს ქალბატონო?
მე მეტი მეკუთვნი. დღეს 500 ლარი გაქვს. 70 წელზე მაღლა და მე 370 მოვდეს. ეხლა რა ვქნა ვიჩხუბო თქვენსავი? მეც მინდა მაღალი პენსია, გაჭირება ხომ ერთია. გადაკობა გაუბედურება ხო ერთადერთია გვაქვს. როგორ შეიძლება თქვენ თუ იმუშავეთ ის 40 წელი, თქვენ იმის ჯამად იყიდებდით და ცხოვრობდით. როგორ შეიძლება თქვენი საზომით რო ზომა? დღეს ყველას გვიჭირს განსაკუთრებით პენსიონერებს. მე სოციალურად დაუცველებ. მათი არ შეიძლება ხშირად გამოდიან თქვენი ტელევიზიის და ლაპარაკობენ ეგეთ რამეს. ეს არ არის სწორი. რა ვიცი ქალბატონო ირმა, მითხარი თუ არა ვარ მართალი. შენი საზომით ადამიანმა არასოდეს არ უნდა მოძომა. ისედაც თავრობას რა დღეში ხდებათ და თქვენ თვითონ მაინც ნუ არ ამატებთ ქალბატონო. არ შეიძლება მათი, არ შეიძლება. გასაგებია. ქალბატონო, რა შეიცით სხვაობა? მე მესმის, რა თქმა უნდა, არც ის 370 ლარი არ არის საკმარისი. ჯერ ერთი ჩემთვის ეს გაყოფა რომ 70 წლის ქვევით 370 ლარი და 70 წლის ზევით 450 70 წლამდე არის 20 ლარი, 70 ზევით არის 45 ლარი. ხო, არა, 370 ლარი არის 70 წლამდე. 370 ლარი. ხო, არა, 20 ლარი მოემატა. მე ზოგადად ვამბობ თლიანად და 450 ლარი. ადგილობრივი არჩევნების წინ 450 ლარი არის უკვე 70 წლის ზევით. ჯერ რატო არის ეს გრადაცია? რატო გაყოს ასე 70 წლის ადამიანს აუცილებელია 70 წლის ვიყო, რომ მე ის 450 ლარი მივიღო? ხო, აი რის მიხედვით ხდება ეს გრადაცია? მე არ მესმის, მაგრამ ქალბატონო, ეხლა მე გეტყვით დამშვიდით, დაწყნარდით ქალბატონო, მეცით რა იგულისხმა? ის ქალბატონი რომ მუშაობდა მას აუცილებლად მისი ნამუშევრიდან ხელფასიდან ეჭრებოდა და ბიუჯეტში შედიოდა. ეს ბიუჯეტი ივსებოდა სწორედ აი ამ მომუშავე ხალხის ხარჯზე და ეს იყო რომ სახელმწიფო იდგა აი ამ ბიუჯეტზე. ანუ მომუშავე ადამიანები ქმნიდნენ ამ ბიუჯეტს და სწორედ ამის მოთხოვნით არის რომ მე ხო შემქონდა ბიუჯეტში თანხაო და ამიტომ ამის მიხედვით უნდა იყოს განაწილებული ხელფასებიო. ზარია პირისა პენსიები უკაცრავად. ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. გისმენთ? საღამო მშვიდობის. გამარჯობა. მოგესალმებით. გაითიშა. ბატონოთარ, მოკლედ საუბრობდით ჩვენ ამ კომისიაზე, მილიონრებისგან დაკომპლექტებულ კომისიაზე და მოკლედ გაურკვეველი იყო ჩვენთვის, ჩვენ რომ გავიგეთ, რომ ბატონი მდინარაძე იქნებოდა კომისიის წევრი, რა შუაში იყო მდინარაძე, როდესაც რეალურად სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო, ეს თუ კი ვთქვათ, მართლა კომისია შეიქმნებოდა. იმდენათვე გაურკვეველი აღმოჩნდა ეს კომისია, რამდენადაც წულუკიანის კომისია იყო, მაინც ვერ გავიგეთ, რის მიხედვით იყვნენ იქ კომისიის წევრები შერჩეულები, ხო? ანუ პირდაპირ დაკითხვაზე იბარებენ ამ ხალხს. ხელს იშვერენ დისტრიბუციაზე და ხელს იშვერენ უშუალოდ მარკეტების მფლობელებზე, ამ ჰიპერმარკეტების მფლობელებზე. ანუ რაც კარგია, ჩვენ ვაკეთებთ, რაც ცუდია, სხვისკენ იშვერენ ხელს. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. ბატონო ჩემი. დიახ, გისმენთ. გისმენთ. მე ვინახალე. მე ვინახალე, მოხუცი წლია. 82 წელი. დიახ. და მე ის მახსოვს, ჩემი დიდი პაპა რომ მეუბნებოდა, რომ მანამ ესე ვაჭრები არ გააკულაკეთო, მანამ ფეხანას არ ეხედავ. აი ახლა სულ ვაჭრები არ არის, ამიტომ სათავეში არის. სულ ვაჭრები არ არის ყველაფერი. აი შე როდის შეიძლება რომ მასლები გააკულაკონ და ხალხმა ამაიცეს. მართალია ბატონო. მართალია. სულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ. გასაგებია. და მოკლედ გაუგებარი იყო ეს ჩვენთვის და ეხლა თურმე აღმოჩნდა რომ პირდაპირ დაკითხვაზე უნდა დაიბარონ ესეთი წესი იქნება და ალბათ ეს მდინარაძეც რა თქმა უნდა ამისთვის არის ჩართული. თუმცა რა და ძალიან მარტივი რამეა და არაერთხელ გვითქვამს რომ DGG-ს და სხვა რეგულაციების შემცირების ხარჯზე შეიძლება
აი როგორც ფასები დარეგულირდეს ისე რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ეხლა სულ ახლახანს ამ წლის დასაწყისში პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში მიიღო სასწრაფო ცვლილება, რომ ქვეყანაში შემოტანილი ოქრო თავისუფლდება დღეგესგან. ეხლა ქვეყანაში ოქრო შემოაქვს რამოდენიმე კაცს და ვიცით ხო ესენი სახელებით და გვარებით ვინ არიან. მაგათთვის არ გაკეთებულა, ისევ თავისთვის გაკეთდა. მაგათთვის ესე იგი ეს ამ რეგულაციის ესე იგი შემოღება, ანუ გაუქმება დღეგესი შესაძლებელი გახდა ერთ დღეში და ვერაფრით ვერ ხერხდება ეს რომ მოხერხდეს პირველადი მოხმარების საგნებზე, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაგალითად თუ დაიწყო ეს პროცესი ფასების შემცირების შეიძლება ისე მოხდეს რომ დაკარგული ეს მოგება იქნას გადატანილი სხვა პროდუქტებზე, ანუ ის რომ თუ შევამცირეთ პირველადი მოხმარების საგნებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი ან აქციზი გავაუქმეთ, მაშინ შეიძლება ეს სხვა პროდუქტებზე იქნას გადატანილი ან რაღაც სხვა მომსახურებაზე ან რაღაც სერვისზე შეიძლება ეს მოხდეს, ეს ნუ ასეთი რაღაც ზარია და როგორ გავაკეთოთ. დაასრულეთ და შემოვიყვანთ. კარგით. ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. პენსიონერი ვართ დაკავშირებით 2015 წელს კომენტარი დავაკეთე. Üstelik ne uluslu bağımlılık bunları doğru Sudan Baton Papua Premieri kardeşim. Pro sanatı milyardı var. Zaten Çin'de bir sürü. Ta Türkiye'nin akıllısı bağlıdır. O kuruş monitörü bağlı da onun gibi. Dedi satıyor. Ne satıyor? Aslında bu bankaslar ayrıca adamların potensiyeller de çok Türkiye'de var. Kontrol işlemleri de var sadece. თქვენ გაიგეთ? რაღაც ღარიბაშვილი ახსენა და რაღაც ღარიბაშვილი ახსენეთ, ბატონო, ძალიან ცუდად ისმოდა თქვენი ხმა, მე არ ვიცი თუ კითხვა დასვით ბოდის კიხდით ვერ გიპასუხებთ თუ არა და ყოველ შემთხვევაში მადლობა მაინც თქვენი მოსაზრებისთვის. ჯერ ისეაც მართლაც ხედავთ რომ აშკარად ასეთი იკვეთება ეს ფარველობა აი ამ ბიზნესმენების ხელისუფლებისგან და ეს გამოჩნდა კიდევაც იმ კორუფციულ ფაქტებში, რომელიც არაერთი ვიხილეთ. რომელშიც ჩართული ყოფილან უშროების მინისტრი, ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და ნუ რა ვიცი, ერთი დაკავება ფარავდა მეორეს, პრაქტიკულად ქვეყანაში დაიწყო ბრაზილიალიზაცია. ნუ ბრაზილიაში ხდებოდა ესეთი რაღაცები, რომელიც ყოფილ ქვეყნის ხელმძღვანელებს აკავებდნენ, ოღონდ იქ იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ ეს ხდება საქართველოში ერთი პოლიტიკური ჯგუფის ფარგლებში. ანუ ეს სისტემური ხასიათი აქვს. და როგორ ფიქრობთ, როდესაც კორუფცია სისტემური ხასიათი აქვს, როგორც მინიმუმ პრემიერ-მინისტრი არ უნდა გადამდგარიყო? ნუ არ ვიცი ხა, აქ ისეთ ხასს ატარებს ჩვენი ხელისუფლება, რომ რაც კაიკეთდება ქვეყანაში, ეს უნდა მიეწეროს ქართულ ოცნებას, რაც ცუდი ოპოზიციას. ამიტომ ესეც არ ვიცი ვისი ბრალია ხა, ჩვენი ბრალია ეთყობა ხალხის რომ ეს დროზე არ გამოხატეთ ის რეაქცია, იმიტომ რომ ვიცოდით მართლა რას აკეთებდა ღარიბაშვილი, ეს ჩანდა კიდევაც ვიზუალურად. მარტო ღარიბაშვილი. ყოველ დღე ესე იგი რაღაც ან პატეკ ფილიპის საათი, ან როლექსი, ან რაღაც უძვირფასეს საათები რო ეკიდა, ხუნდა გწოდნოდა რომ მისი ხელფასი ალბათ ეკონომიკის მინისტრსაც უკეთია ახლა როლექსის საათი 32000 რომ ღერს. ან ისეთ ცენტრალურ ადგილას ცხოვრობს ღარიბაშვილი, ყოველ დღე რაღაც უძვირფასესი მანქანები რო იდგა მისი სახლის წინ, ჩანდა რომ იქ რაღაც ცოტა აშკარად რომ რაღაც პროცესია. ამან ვერ დამალა და ესენი მალავენ. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. არ ისმის თქვენი ხმა? ცოტა ტელევიზორს მოშორდა. გაითიშა ეთყობა, როგორც ჩანს რაღაცა ტექნიკური ხარვეზე იყო.
ხო და მოკლედ ჩვენ ამ ფასდანამატებს საუბრობდით ამ 18%-იან DGG-ზე და სხვათა შორის მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გამოსავალიც კიდე ვიცით რა არის ეხლავე შემოგიყვანთ დავასრულებ წინადადებას ერთ-ერთი გამოსავალთაგან შორის არის ის რომ ყველაფერზე არის ეს 18% ქართულია თუ არა ქართული იმპორტირებულია თუ არა იმპორტირებულია ალკოჰოლია თუ უალკოჰოლო სასმელია ყველაფერზე არის 18%. განა შეიძლება ყველაფერზე ეს თავსატეხი მოიშორეს გესმით ამ მაღალჩინოსნებმა და ძალიან მარტივად დააწეს ეს 18% და 18 ის ლუმინალი იმისი არ იყოს გას ლუმინალი გიშველისო აი ესე 18% ყველაფერზე 18%. რაღაცაზე ხო შეიძლება თქვენი თქმის არ იყოს რომ ნაკლები იყოს და ეს რა კარგი მაგალითი მოიყვანეთ ესე იგი სხვა ქვეყნებში თუ კი ვთქვათ რამდენი პროცენტი ბრძანეთ დანამატი რამდენი არისო თურქეთშიო მაშინ 10% ხო არის ეს არის მარჟა მოგების რომელიც არის მიღებული იქ საფთიაკო ქსელშიც მარკეტების ქსელში ყველგან ამის ზევით არავის არ აქვს უფლება ეს არის ფიქსირებული ფასნამატი, რომელიც არის დაწესებული ოფიციალურად სახელმწიფო დონეზე და იგივე უნდა მოხდეს ჩვენთან. ნუ კაი, თუ 10 არ იქნა, თქვა 15 და 20 და არა 100 და 200%, რომელსაც არ იცხავენ, მაგალითად, იქ ქსელში შესულ ზეც კარაქს, რომელიც ინვოისით შედის ლარნახევრად და ორლარად, დღეს ღირს 12 ლარი კარაქი ზეთიზე არ ვამბობ საერთოდ 15 ლარი და ზევით ასეთი ფასი ერთმაც მოიმატა უკვე იმიტომ რომ გაძვირდაო ქათმის საკვებიო და აბარ აქვნათო ეს სიგარეტი არის მომატებული 40 თეთრით კვერცხი არის მომატებული 50 თეთრით სიგარეტზე გაგვაფრთხილა ხელისუფლებამ რომ მომავალ წელს აპირებს ესე იგი ამ 1 ლარის მომატებას წარმოიდგინეთ ესე იგი 1 კოლოფი სიგარეტი სახელმწიფოს მიაქვს პირდაპირ 3 და 25 ეს არის წელს მოუწევთ თითო კოლოფს ვინც ხმარობს სიგარეტს დღეში ესე იგი თვეში 100 ლარი უნდა მისცეს მხოლოდ სიგარეტს და ეს წელიწადში გამოდის 400 მილიონი ლარი, არ ვიცი სად მიდის ვისჯიბეებში, მაგრამ ფაქტია რომ მწეველებისგან მიდის, იმიტომ რომ ქვეყანას ყავს 1,100,000 მწეველი. და ამათ ხარჯზე ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. სერიოზული შემოსავლები იქნება, არ ვიცი. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გისმენთ? არის მის. არის მის. თან სიგარეტის ფასის მომატებაზე თქვენს რო ეს ხალხის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და ამიტომ მოკლედ მე მგონია რომ აი ამ კომისიით აი ეს ხელოვნურად შექმნილი რაღაცა საკითხები, თუმცა გუშინ იყო პირველი მათი სხდომა, როგორც თქვენ ბრძანეთ და მართლა ასე იყო, გუშინ შედგა მათი პირველი სხდომა, ბატონმა სონღულაშვილმა, გარემოს დაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთეს განცხადება ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა ვერაფერი კონკრეტული ვერ გავიგეთ, ერთადერთი ის, რომ აპრილისთვისო იქნება დავარეგულიროთო. აი ასე ხელოვნურად და არა ისე როგორც თავისუფალ ბაზარზე ხდება აი ასე ხელოვნურად დაწეული ფასები მე ვფიქრობ ბატონოთა რომ დიდხანს ვერ გასტანს და აქ ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო. თუ დაგვიმატებს ერთ წუთს კარგი იქნება ოპერატორი ამაზე ვიტყოდი რომ ეს ხელოვნურად არ უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ იყო მსოფლიოში ამის შემთხვევები ნიქსონის დროს შეიქმნა მაგალითად სენატში კომისია რომელიც ფასების დარეგულირებას ეხებოდა საფრანგეთში მიტერანის დროს იყო ასევე ლათინურ ამერიკაში სადაც მიიღეს ამ ქვეყნებმა რაღაც ერთწლიანი ეფექტი და შემდეგ ძალიან სერიოზული ინფლაციური პროცესები დაიწყო ქვეყანაში ამიტომ ამ მიმართულებით უნდა დაждდნენ არა რაღაც ბიზნესის ფარველები, არამედ დარგის სპეციალისტები. ეს უნდა იყოს განხილული სამეცნიერო დონეზე. ცუდია, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მათი წარმომადგენლები, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ აღმოვჩნდით, ქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, არ არის მეორე ინსტიტუტიც იყო ეკონომიკის ინსტიტუტი, დარგობრივი ინსტიტუტები, ყველა ინსტიტუტი არის მოშლილი და დახურული
და ეხა არც ვიცით ჭკუავის დავეკითხოთ, იქ მეცნიერებათა აკადემიაში კიდე რა ხდება კაცმა. აი საქმეც ამაშია, იმიტომ გამოიწვია ეს ბევრი შეკითხვები და ეს დიდი ბუნდოვნება და გაურკვევლობა სწორედ დინარაძის ჩართულობამ, რომ საერთოდ მისი ადგილი იქ არ იყოს, სულ სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო ეს კომისია, მაგრამ რაც სულუკიანის კომისიამ გააკეთა, ალბათ სავარაუდოდ ესენიც დაახლოებით იმ მონაკვეთით და ის მონახაზით იმუშავებენ, ეს იქნება პირდაპირ რეკეტი ბიზნესზე, ეს ფულები საწავა, იმიტომ რომ განტევების ვაცი პოლიტიკაში ვნახეთ, ეხლა ჩვენ ნახავთ ეკონომიკაში და ბიზნესში განტევების ვაცებს. აი ამ ნოტაზე უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენი დრო ამოიწურა, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. კარგად გამენებისა.